დღევანდელ ეპიზოდს ჩვენ ვიწერთ ეკო ჩემბერის სტუდიაში. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი, ყველაზე ისტორიული პოდკასტი საქართველოში. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ხოლო ჩვენი ეპიზოდის სპონსორია ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ჩვენ ბოლოს რომის ისტორიის ეპიზოდებში შევჩერდით სულას დიქტატურაზე. ლუციუს კორნელიუს სულას დიქტატურა საერთოდ რაღაცნაირად პირველი ნაბიჯი არის იმ დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისა, რომელიც საერთოდ პირველ საუკუნეს თან ახლავს. ანუ ორი ძირითადი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, პირველი არის ამ შემთხვევაში სულასა და მარიუსის დაპირისპირება, მეორე ეტაპი არის უკვე კეისრის და ზოგადად პირველი ტრიუმვირატის წევრებს შორის დაპირისპირება, ანუ კეისარსა და პომპეუს შორის დაპირისპირება და აი მესამე უკვე მთავრდება რომში იმპერიის ჩამოყალიბებით, ანუ ეს არის მეორე ტრიუმვირატის ომი ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის, თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის გაგრძელება უფრო მეტად კეისრისა და პომპეუსის იმ ომისა, რომელიც პირველი ტრიუმვირატის მიწურულს მოხდა. მაგრამ სულას დიქტატურა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ რომში ძალაუფლება აღმოჩნდა ფაქტობრივად ერთი კაცის ხელში, რაც მანამდე რომაელებსაც ყველაზე მეტად გაურბოდნენ, მანამდე რისთვისაც გამოიგონეს მთელი ეს თავიანთი პოლიტიკური სისტემა, რომ აერიდებინათ თავიდან, რომ ერთი ადამიანის ხელში ძალაუფლება არ ჩავარდნილიყო, საბოლოოდ მაინც ერთი დიქტატორის ხელში მოიყარა ძალაუფლებამ თავი. მაგრამ საინტერესოა როგორ ამართლებდა და როგორ უყურებდა ამას თვითონ სულა. სულა მიიჩნევდა, რომ ის მოვიდა წესრიგის დასამყარებლად, რომ აღედგინა ისევ რესპუბლიკა უწინდელი ფორმაში, იმიტომ რომ ის იყო ოპტიმატი, ის იყო პატრიციული საგვარეულოდან. შესაბამისად, ის ფიქრობდა, რომ გარკვეულწილად იმ წესრიგს ჩამოაყალიბებდა, რომელიც შემდგომში დიდი ხანი გაძლებდა. მაგრამ ეს მთლად ასე არ გამოვიდა, ბუნებრივია, მან ვერ შეძლო პოპულარების საბოლოო განადგურება, რამაც შემდგომში, რა თქმა უნდა, თავი იჩინა უკვე კეისრის მეთაურობით, როდესაც პოპულარებმა კვლავ მოახერხეს რომში გაბატონებული პოზიციის დაკავება პოლიტიკაში. მაგრამ სულას დიქტატურის პერიოდში მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი არის ის რეპრესიები, რომელიც მან გაატარა რომაელების მიმართ. სულას პერიოდის პროსკრიფციები, იყო ესეთი სიები, რომელშიც სულას გაწერილი ყავდა ყველა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ვისი განადგურებაც სურდა და რომში შესვლის შემდეგ ძალიან სრული ძალებით ამოქმედდა ეს ყველაფერი. ეს სიები ყველგან იყო გაკრული, ყველგან ეძებდნენ ამ ადამიანებს, ჯიდნენ ქონების ჩამორთმევით, ზოგჯერ სიკვდილითაც. შესაბამისად, ის ცდილობდა, რომ გაენეიტრალებინა მთლიანი პოლიტიკური კლასი ფაქტობრივად. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ბევრმა სულას მომხრემ ძალიან იხეირა ამ პროსკრიფციებით, ვინაიდან ამ დახოცილი სენატორების ან ქონება ჩამორთმეული სენატორების გარკვეულწილად მისი მამულები, სახკარი და შემდეგ ხელთ იგდეს, მათ შორის აი ამ პერიოდში კარგი მაგალითია მოვიყვანოთ მარკუს კრასუსი, ყველაზე მდიდარი კაცი რომში შემდგომში, რომელმაც სწორედ აი სულას პროსკრიფციების დროს მოახერხა დიდძალი ქონების ხელში ჩაგდება. ამავე პერიოდში დაწინაურდა სხვადასხვა კეისრის მომავალი მოწინააღმდეგე და რომის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარის პრინციპში, ეს არის გნეუს პომპეუსი. გნეუს პომპეუსი სულანელი იყო გარკვეულწილად, მისი მამა სხვადასხვა პომპეუს სტრაბონი ჯერ კიდევ მოკავშირეთა ომის დროს მაშინაც მსახურობდა სულასთან. შემდგომში ძალიან საინტერესო ბედი ჰქონდა პომპეუსის მამას, ამას შევეტყვები ხოლმე, მის კარავს მეხი დაეცა და ისე მოკვდა ეს კაცი. პომპეუსს გაცილებით უფრო დიდი კარიერა ჰქონდა, ანუ შემთხვევაში გულისხმობ გნეუს პომპეუს მაგნუს დიდს და ეს სახელწოდებაც მას შეეწება ზუსტად სულას პერიოდში და თვითონ სულასგან მიიღო ფაქტობრივად ეს წოდება მაგნუს. სხვადასხვა ვერსიით ვფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ იყო ცინიკური კომენტარი, ასე ვთქვათ, უფრო სულასგან, ვინაიდან პომპეუსმა ძალიან უერთგულა მას, ძალიან მისი მოწინააღმდეგეები აფრიკაში ზდია და შემდეგ დაამარცხა და გამოჩენილი იყო ამ თვალსაზრისით, თანაც იყო ასაკით პატარა და შესაბამისად ძალიან დიდი სასტიკითაც გამოირჩეოდა. სხვადასხვა ის გამოცა ჯალათსაც უწოდებდნენ ხოლმე ზოგჯერ და მეორე ვერსიით მართლაც ანუ სულამ დააფასა, ასე ვთქვათ, პომპეუსის წვლილი მისი დიქტატურის დამყარებაში და ამის გამო უწოდა სახელი მაგნუს დიდი, რომელთაც არის ის ცნობილი. უმეტესწილად ამ შემთხვევაში იგივე დასავლურ ისტორიოგრაფიაში პომპეი მაგნუს უწოდებენ მას ყოველთვის, ანუ პომპეუს დიდს და არა მისი სრული სახელით, ხო?
სულას დიქტატურის პერიოდში ამავე დროს რომში ფაქტობრივად ეს ოპტიმატებს ჰქონდათ უკვე სრული ძალაუფლება. ამ თვალსაჩინით პოპულარების პარტია განადგურებულია, სულა დევნის ყველას, ვინც კი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო, როგორც თქვით, და მათ შორის იყო შემდგომში პოპულარების ლიდერი გაიუს იულიუს კეისარიც. ზოგადად იულიუსების საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი იყო რომში, ესე მიიჩნეოდა, ეს იყო ძალიან წარჩინებული პატრიციების საგვარეულო, რომელიც დანათესავებული იყო მარიუსთან და შესაბამისად ამან გამოიწვია გარკვეულწილად ის, რომ სულას ჰქონდა გარკვეული ეჭვები იულიუსების მიმართაც, ვინაიდან ისინი ამ შემთხვევაში მარიუსელებად ითვლებოდნენ, პოპულარებად ითვლებოდნენ, ვინაიდან მარიუსი იყო მათთან დანათესავებული. და აი ამ სიტუაციას ძლივს გადაურჩა ამ შემთხვევაში თვითონ ახალგაზრდა გაიუს იულიუს კეისარი, რომელიც დაქორწინებული იყო ცინას ქალიშვილზე და შესაბამისად პომპეუსმა რა და სულამ უბრძანა მას, რომ გაყროდა თავის ცოლს, სადაც უარი თქვა კეისარმა და აი მის შემდეგ ძლივს მოახერხეს კეისრის მეგობრებმა როგორღაც სულას ხელიდან დაეხსნათ ის. თუმცა არსებობს ესეთი გადმოცემა, თითქოს სულამ თქვა შემდგომში კეისარზე, რომ აი ამ ახალგაზრდა ბიჭიო მრავალი მარიუსი ზისო, ანუ ის მასში თითქოს საფრთხეს მაშინვე აცნობიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ კეისარს ჯერ არაფრისთვის არ ქონდა ამ პერიოდში ჯერ მიღწეული და ძალიან ახალგაზრდა ასაკისა იყო. ესეც უნდა გავითვალისწინოთ საერთოდ, რომ რომში როცა ჩვენ პოლიტიკურ ფიგურებზე ვსაუბრობთ, დავაკვირდებით ყოველთვის ისინი ასაკით არიან ხოლმე 40 წელს მიღმა, 40-50 წლის დაახლოებით, ხო? აი ამ პერიოდში აღწევდნენ ისინი, ასე ვთქვათ, ძირითადად წარმატებებს და რატომ? თანამდებობის მიღებაც არ შეიძლებოდა მანამდე. ახალგაზრდას 20 წლისა და 18 წლისას და შემდეგ თანამდებობის მიღების უფლება არ ქონდა. იყო გამონაკლისი შემთხვევები, ძალიან გამონაკლისი, იმიტომ რომ ნუ ეხლა არ არსებობს, რომ წესი გამონაკლისის გარეშე თვითონ რომაული ანდაზა არის, ხო? ნულა რეგულა sine exceptione, როგორც რომაელები ამბობდნენ. ასე რომ მაგალითად სიპიონის შემთხვევაში იყო ასეთი გამონაკლისი, როცა ბევრად ახალგაზრდა იყო საკონსულო ასაკამდე, მაგრამ ფაქტობრივად ის უძღვებოდა შემდგომში მეორე პუნიკურ ომს და დაამარცხა კიდევაც ჰანიბალი. მაგრამ კეისარი 30 წლის ასაკში ფაქტობრივად ჯერ კიდევ არაფერს, ანუ ისეთ დიდ სახელს რომში არ წარმოადგენდა. რამაც გამოიწვია თუნდაც ის, რომ მის ძალიან ცნობილი მომენტია, როცა ეს შედის ერთ-ერთ ტაძარში, ერთ-ერთი თანამდებობის დანიშვნის შემდეგ გაეშურა ეს ესპანეთისკენ და ერთ-ერთ ტაძარში გზად ნახა ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება და მიაწერენ თითქოს თქვა, რომ აი ჩემ ასაკშიო ალექსანდრესო უკვე თელის ოფლიოს დაპყრობას დამთავრებული ქონდაო და უკვე ცოცხალიც აღარ იყოო და მეო ჯერ არაფერი არ გამიკეთებიაო, აღნიშნავენ ამას. საერთოდ ყველა დიდი მხედართმთავარი, ყველა დიდი მოღვაწე ალექსანდრეს შემდეგ ფაქტობრივად არის მისი მიმბაძველი, მისი ეპიგონი გარკვეულწილად და შესაბამისად ასეთი იყო იგივე პომპეუსი, ასეთი იყო იგივე კეისარი თუნდაც. პომპეუსიც გარკვეულწილად, იმიტომ რომ როცა ის მე აღმოსავლეთში ილაშქრებს, მე ხშირად უწოდებდნენ მას რომაელ ალექსანდრესაც, იმიტომ რომ ის იპყრობს აღმოსავლეთს რომისათვის. რაც შეეხება სულას დიქტატურის მიწურულს, აქ უნდა აღინიშნოს ძალიან საინტერესო მომენტია, სულამ თვითონ დატოვა თანამდებობა. სულა გამოვიდა ხალხის წინაშე და ასეთი რაღაც თქვა, რომ მე დიქტატორა აღარ მინდა, აღარა ვარ დიქტატორი და წავედიო. სახში წავედიო რა, ასე თქვა. რა თქმა უნდა, ყველა მიცოდა, რომ ეს ნათქვამი მთლად სიმართლეს არ შეესაბამებოდა და სულა რეალურად რომ თქვათ, მაინც შებოდა პირველეს მართველად რომისა, მაინც ყველა საკითხი სულასთან წყდებოდა, მაგრამ ფორმალურად ასე მოხდა, მაშინ რომ სულამ უბრალოდ უარი განაცხადა თავის თანამდებობაზე და უბრალოდ სენატს გადააბარა უფლება მოსილება. მისი სიკვდილიც ძალიან უცნაური არის, როდესაც ერთ-ერთი მევალე, როგორც ცნობილია სულასი, არიხდიდა ვალს და როდესაც დააძალეს რომაელებმა, მან ასეთი პასუხი გასცა, რომ სულავ მაინც მალე მოკვდებაო და მე მაგვალის გადახდა აღარ მომიწევსო, რის გამოც ის მიუყვანეს შემდგომში სულას და ძალიან განერვიულებული იყო სულა, რის გამოც მოითხოვდა ამ კაცის დახრჩობას და ამ დროს თვითონ დაემართა რაღაც არ ვიცი და გულმა დაარტყა თუ რა დაემართა, მაგრამ თვითონ გარდაიცვალა ამ პროცესში და შესაბამისად რომი დარჩა აი ამ დიქტატორის გარეშე. აი ამის შემდეგ იწყება მარიუსელების გარკვეულ რეაბილიტაცია რომში და აი ამის ნიშანი არის რამდენიმე პიროვნების გამოჩენა. მათ შორის იყო ლეპიდუსი, მათ შორის იყო სერტორიუსი. სერტორიუსი ყველაზე ცნობილია ალბათ მარიუსელების აი ამ კატეგორიიდან, იმიტომ რომ ეს კაცი ესპანეთში იყო გაქცეული, სადაც თავს აფარებდა ძალიან ბევრი მარიუსელი თავის დროზე და კვინტუს სერტორიუსმა მოახერხა, ალბათ მარიუსელთაგან ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო, მაინც კვინტუს სერტორიუსი. ესპანეთი
ფაქტობრივად შეაიარაღა რომის წინააღმდეგ და წინააღმდეგობას უწევდა იქ ყველა რომაელ სარდალს, რომელსაც იქ ზავნიდა სულა და მას შემდეგ უკვე პომპეუსის კი იყო ჩასული თვითონ იქ, რომელიც თავდაპირველად დიდ წარუმატებლობას განიცდიდა სერტორიუსთან, ისევე როგორც ამ შემთხვევაში მანამდე კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი, თუმცა საბოლოოდ ის შეთქმულებმა შეიწირეს ფაქტობრივად, იმიტომ რომ მისმა ერთ-ერთმა სარდალმა თვითონ ეს პერპერნამ, სახელად პერპერნამ გადაწყვიტა რომ მოეკლა ეს ნადიმის დროს და ამის შემდეგ პერპერნას მეთაურობით უკვე ესპანელები მალევე დამარცხდნენ. ანუ ესპანელები ამ შემთხვევაში გულისხმობთ ჩვენ რომაელი ესპანელები, ანუ რომაელები, რომლებიც ჩასული იყვნენ იქ და თავს აფარებდნენ ესპანეთს, როცა მარიუსა და სულას სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ეს პირველი ეტაპი სამოქალაქო ომებისა საბოლოოდ თითქოს ერთი შეხედვით ოპტიმატების გამარჯვებით დამთავრდა, ხო? ანუ ოპტიმატებმა მოიპოვეს სენატში უპირატესობა, სულამ დაამყარა დიქტატურა, პოპულარების უმეტესი ნაწილი გაანადგურა, მაგრამ სამოქალაქო ომი, რა თქმა უნდა, ამით არ დასრულებულა და მეორე ფაზა მზადდება უკვე ამისა, როდესაც რომში გამოჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორც იყო გაიუს იულიუს კეისარი. გაიუს იულიუს კეისარი, როგორც თქვით, თავდაპირველად მაშინ როცა სულა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ბევრს არაფერს არ წარმოადგენდა. უბრალოდ წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ის დაიბადა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 100 წელს და სოთაშორის უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული მისი ბიოგრაფიები ხშირად აღნიშნავენ, რომ გარკვეულ ნაკლს, ფიზიკურ ნაკლს, რაც კეისარს ახასიათებდა, მათ შორის ცნობილია, რომ მას ჰქონდა ეპილეფსია, მათ შორის ცნობილია, რომ ის ფიზიკურად სუსტი იყო და მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ძალიან მკაცრი დისციპლინით ვარჯიში და ასე შემდეგ მოახერხა მან რომ ამ შემთხვევაში ყოფილიყო წარმატებული მხედართმთავარი, წარმატებული მეომარი და რა თქმა უნდა ისევ იქ უნდა მიიღწია მას ამ ყველაფრისთვის, სადაც აღწევდნენ რომაელი სხვა პოლიტიკოსები. ეს იყო ბრძოლის ველი. საერთოდ რომში უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი წარმატების ინდიკატორი იყო ხოლმე, რომ შენ სამხედრო წარმატებისთვის მიგეღწია. არის შემდეგადაც პოლიტიკური კარიერაც ამას მიყვებოდა ხოლმე თავისთავად და კეისრის შემთხვევაში ასე მოხდა. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აი მახსენდება, რომელსაც მართლა არანაირი ფაქტობრივად სამხედრო გამოცდილება და ამ შემთხვევაში არც ომის გაძღოლის უნარი იმდენად არ ქონია, ეს იყო ციცერონი, რომელმაც მართლაც ეს პოლიტიკური კარიერა სწორედ თავისი აი პოლიტიკური ნიჭის, ინტრიგებისა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ორატორული უნარების წყალობით მიაღწია. ზოგადად აი ძველი საერთოდ პირველი საუკუნე არის რომში აი მთელი რიგი ძალიან საინტერესო ისტორიული პირების ცხოვრების ხანა, იმიტომ რომ ამ პერიოდში მოღვაწეობს სულა და მარიუსი, ამ პერიოდში მოღვაწეობს შემდგომში უკვე კეისარი, ამ პერიოდში პომპეუსი, მარკუს კრასუსი, ლეპიდუსი, ოქტავიანე და ანტონიუსი ამ შემთხვევაში. აქვე არის როგორც ჩვენ ვთქვით სპარტაკი, რომელიც არის აჯანყებული მონების მეთაური და ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს მონების აჯანყება რაღაცა ერთი და გამონაკლისი არ ყოფილა რომის ისტორიაში, სწორედ აი სულას დიქტატურის მიწურულს ხდება ეს პროცესი მზადდება და ამას ეწოდება ხშირად თქვენ შეხვდებით ესე ტერმინს მონათა მესამე ომი, ასე ეწოდება ხოლმე servile war, როგორც ინგლისურად უწოდებენ და რატომ არის მესამე? იმიტომ რომ პირველი ორი ომი წარიმართა სიცილიაზე და არა იტალიაში და სხვადასხვა ისიც არანაკლებ მასშტაბისა იყო. ძველი საერთოდ მეორე საუკუნეში ხდება სიცილიის პირველი და მეორე მონათა აჯანყება, რომელთაც იმდენსაც კი მიაღწიეს, რომ ფაქტობრივად თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებაც კი შეძლეს რაღაც პერიოდის მანძილზე და მონეტაც კი მოჭრეს. თავიანთი შესაბამისად ჩვენ ხა ჩვენი ცნობილი არის որ პოპ კულტურიდან, განსაკუთრებით მხატვრული ნაწარმოებებიდან, ფილმებიდან სპარტაკის ფიგურა, რომელიც ასევე რომაულ ისტორიოგრაფიაში ძალიან ფართოდ არის წარმოჩენილი, მაგრამ სინამდვილეში მარტო სპარტაკი არ იყო ეს აჯანყებული მონა, ასე ვთქვათ, ცნობილი, რომელიც რომის წინააღმდეგ გამოვიდა. არამედ აი თუნდაც იგივე პირველი და მეორე მონათა ომიც უნდა ვახსენოთ, როდესაც საუბრობთ სპარტაკის აჯანყებაზე. მოკავშირეთა ომის შემდეგ სპარტაკის აჯანყება იტალიაში არსებული ამ შემთხვევაში მოხდარი მოვლენებიდან ალბათ რომის წინააღმდეგ მოხდარი მოვლენებიდან ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული არის ამ თვალსაჩინით, იმიტომ რომ არავინ არ ელოდა ალბათ რომ რომს ასეთი საფრთხე დაემუქრებოდა აჯანყებული გლადიატორებისგან და მონებისგან. საერთოდ ხა გლადიატორების ფენომენზე ლაპარაკი ჩვენ დავიწყეთ პირველ ეპიზოდში, ვთქვით რომ ეს გარკვეულწილად გადამოიღეს რომაელებმა ეტრუსკებისაგან გლადიატორების ბრძოლები და გარკვეულწილად რიტუალური იყო თავის დროზე ეს და შემდგომში უკვე დიდ სანახაობად იქცა რომში, ამფითეატრებში და გლადიატორები ძირითადად იყვნენ რა თქმა უნდა ან მონები, ან ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, ვალები, რომელთაც არ შეეძლოთ ეს და შემდგომში იყიდებოდნენ ხოლმე და ხდებოდა გლადიატორების ბანაკში, ზოგი ამ შემთხვევაში იწუხნებოდა იმისთვის უბრალოდ ცალკეული
სკოლები არსებობდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ლენტულუს ბატიატუსის სკოლა, რომელიც არსებობდა ქალაქ კაპუაში, კამპანიის რეგიონში, იტალიაში. და შესაბამისად იქ ძალიან ბევრი გლადიატორი ემზადებოდა იმისთვის, რომ შემდგომში არენაზე ისინი გამოსულიყვნენ. ასევე აქ შეუძლია ვთქვათ ის, რომ გლადიატორებს ძალიან უფრთხილდებოდნენ რომაელები. გლადიატორები არ იყო ის, რომ ყოველ ბრძოლაზე ასობით ადამიანი დახოცილიყო. სულაც არა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა გლადიატორის გამოზრდა, შესაბამისად კარგი გამოცდილი და ცნობილი გლადიატორი მით უმეტეს ძალიან ძვირი უჯდებოდა თავის პატრონს, ასე რომ ძალიან იშვიათად სრულდებოდა გლადიატორების ბრძოლები რომელიმე გლადიატორის სიკვდილით ხოლმე. ეს საკმაოდ ისე ვთქვათ, აი მონათა შორის გარკვეულ პრივილეგირებული ნაწილი იყო. მიუხედავად იმ ცნობილი გამონათქვამისა, რომ ავე სეზარ მორიტური ტესალუტანტ, ანუ სიკვდილზე მიმავალი მოგესალმებით, ეს თვალად სიმართლეს არ შეესაბამება. კი, რა თქმა უნდა, საფრთხე ყოველთვის არსებობდა სიკვდილისა და ამ შემთხვევაში ზოგჯერ აუდიტორიაც და მაყურებელის მიიჩნევდა ხოლმე, რომ ზოგიერთი გლადიატორი შეიძლება იყოს სიკვდილის ღირსი, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს სინამდვილეში, ასე რომ ის საკმაოდ დიდ ქონებას წარმოადგენდნენ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გლადიატორის სტატუსი მონაზე გარკვეულწილად აღმატებული შეიძლება იყო. და აი როგორც თანამედროვეობაში არის მაგალითად იგივე შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლები ან თუნდაც მოკრივეები და შემდეგ ძალიან დიდ პოპულარობას რომ მოიხვეჭენ ხოლმე. დაახლოებით გლადიატორებსაც ჰქონდათ ასეთი პოპულარობა, ზოგიერთი სახელი ცნობილიც კი არის და მათ შორის არა მარტო აჯანყებულებისა, არამედ არის გარკვეული რელიეფები, მოზაიკები, რომელზეც გამოსახულია გლადიატორები და სახელებიც კი ზედ მიწერილი ვინ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეულწილად პლაკატი არის იმ დროის თვალსაზრისით ეს ხო? რაც შეეხება სპარტაკის აჯანყებას, აი სპარტაკის აჯანყება ცოტა უცნაური მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ისეთი ძალიან დეტალურად არის აღწერილი. მერე კარგად ორგანიზებული არის ეს ყველაფერი, ფაქტობრივად არმიებს მეთაურობენ სპარტაკი და მისი ეს გლადიატორები, რომლებიც მის არმიაში არიან კრიქსუსი, ენომაი და ასე შემდეგ სხვები, ხო? რაც ეჭვს აჩენს, რომ რამდენად იყო ეს მონებისა და გლადიატორების აჯანყება მხოლოდ და არ ქონდა კავშირი იგივე მარიუსელებთან, როგორც მომისმენი არსებობს ესეთი ვერსიაც, რომ თითქოს მარიუსელებთან რაღაც კავშირი აქვს და თითქოს ეს გამოძახილი იყო სულას წინააღმდეგ მიმდინარე იმ კონფლიქტისა. ფაქტია, რომ ძველთათვის პირველი საუკუნის დასაწყისში რომს დაემუქრა ძალიან დიდი საფრთხე აი ამ გლადიატორებსა და მონების აჯანყებისაგან, რომელიც დაიწყო კაპუაში, შემდგომში ვეზუვზე გაიქცნენ ისინი და საბოლოოდ მთელი იტალიიდან შემოკრებილი გლადიატორები და მონები დაუპირისპირდნენ რომის ხელისუფლებას, რასაც მოყვა რამდენიმე მძიმე მარცხი მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ სპარტაკი ძალიან ნიჭიერი სარდალი გამოდგა და საბოლოოდ ამ აჯანყების შახშობაში მონაწილეობა მიიღო იმ დროის ორმა ყველაზე ცნობილმა კაცმა. ერთი იყო მარკუს კრასუსი, რომელმაც პირადი ფინანსებიც კი გამოიყენა იმაში, რომ ჯარი შეეგროვებინა და გამოეყვანა შემთხვევაში სპარტაკის წინააღმდეგ და მეორე იყო გნეუს პომპეუსი, რომელმაც ბოლოს მოუსწრო, ასე ვთქვათ, ბრძოლას, რომელშიც უკვე კრასუს დამარცხებულიყო და გლადიატორები შეიპყრო. იქიდან გაქცეული გლადიატორები და მათგან რამდენიმე ათასი ჯვარს აცვა აპიუსის გზის გასწვრივ, ეს იყო გზა, რომიდან სამხრეთისკენ მიმდინარე გზა, რომელსაც აპიუსის გზას უწოდებდნენ და ორივე მხარეს იქ როგორც ცნობილია, მან გაამწკრივა ეს დახოცილი გლადიატორები. სხვა მონაცემებით 5 და 6000-საც ასახელებენ ხოლმე, თუმცა შესაძლოა თლად ამდენი არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარკვეულწილად იყო ნიშანი იმისა, რომ რომის წინააღმდეგ აჯანყება ასე დასრულდებოდა და რაც თავისთავად მიუთითებდა იმაზე, რომ რომაელები სხვა შემთხვევაში უკვე ფრთხილად იქნებოდნენ, აღარ დაუშვებდნენ მონების ასეთი მასშტაბის აჯანყების რომში, ანუ რომის ტერიტორიაზე გაჩაღებას. აი ამის შემდეგ უკვე იულიუს კეისარი დაწინაურდება, რომელიც ამ პერიოდში საკმაოდ ესეთი უნიშნულო თანამდებობებს იკავებს, თავდაპირველად ედილია და სხვადასხვა თანამდებობა. ედილია არის ქალაქის მერი და ახლოვებით ესეთი ვარიანტია, რომს რამდენიმე ედილი ყავდა ხოლმე. ისე ამაზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვით, რომ რამდენიმე თანამდებობა არსებობდა რომში მნიშვნელოვანი, ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსულები, რა თქმა უნდა. აქ იყო დიქტატორის თანამდებობა, რომელიც ნახევარწლისვადით ირჩევდნენ, იყო ტრიბუნები, სახალხო ტრიბუნი განსაკუთრებით, რომელიც ანუ გარკვეულწილად ხალხის ხმას წარმოადგენდა სენატში და შეეძლო გარკვეული ამ შემთხვევაში ცვლილებების შეტანა ვეტოს დადებაც კი, მათ შორის კანონპროექტებისათვის. აქვე უნდა ვახსენოთ ლეგატის თანამდებობა, რომელიც ლეგიონის მეთაურად მსახურობდა ფაქტობრივად სამხედრო ტრიბუნისა თავისთავად და რომში ასევე იყო ეგრეთ წოდებული ცენზორი, რომელიც ძირითადად აწესრიგებდა ქალაქის საკითხებს, გადასახადებს და ასე შემდეგ და არსებობდა ედილის თანამდებობა, რომელიც იყო ქალაქის მერი ფაქტობრივად. და აი კეისარმაც თავისი კარიერა ფაქტობრივად დაიწყო სწორედ აი ამ თანამდებობით. ის გახდა ქალაქის ედილი. იმ დროს, როდესაც კეისარი ჯერ კიდევ ასეთი დაბალ თანამდებობებზე მსახურობს, ამ პერიოდში არის პომპეუსის აღზევების ხანა.
პომპეუს მიეწერებოდა როგორც სულას დროს მიღწეული მთელი რიგი წარმატებები, მათ შორის სულას მოწინააღმდეგეების დევნა, ასევე ამ შემთხვევაში მიეწერა სპარტაკის აჯანყების დამარცხებაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს აჯანყება ჩაახშო მარკუს კრასუსმა, ბოლოს გამოჩენილმა პომპეუსმა, როგორც მას უწოდებდნენ ხოლმე სვავს ზოგჯერ, რაღაცნაირად ლეშზე მოვიდა ფაქტობრივად ბოლოს და გამარჯვება მიითვისა და შესაბამისად ისიც კრასუსთან ერთად დასახელდა ამ ომის გამარჯვებულად. უნდა აღინიშნოს, რომ პომპეუსი და კრასუსი ერთმანეთს ვერ იტანდნენ და შემდგომში როცა კეისართან ერთად ისინი შექმნიან პირველ ტრიუმვირატს, აი კეისარი თქოს მათ შორის რაღაცა დამბალანსებლის როლში იყო ხოლმე ყოველთვის, რომ ორივე მხარე გარკვეულწილად კმაყოფილი ყოფილიყო აი ამ ურთიერთობით. ხო, რაც შეეხება პომპეუსის დაწინაურებას, აი აქ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მითრიდატეს დაწყებული ომები ისევ გავიხსენოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პირველ ომში მითრიდატე დამარცხდა სულასთან დაპირისპირებისას, შემდგომში დაიდო ზავი, განახლდა ომი რაღაც პერიოდის მერე და ამ მეორე მითრიდატული ომი ფაქტობრივად ძალიან მცირე მასშტაბით იყო და მცირე აზიას არ გაცილებია, ხოლო აი მესამე მითრიდატული ომში უკვე არმიას უნდა გაძღოლოდა ორი რომაელი კონსული, ესენი იყვნენ ამ შემთხვევაში აურუნკულუს კოტა და ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი და მითრიდატე საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მითრიდატესეული წესრიგი, ანუ აღმოსავლეთისა, მოიცავდა რას? შავი ზღვისპირეთს პირველ რიგში, ეს იყო ყირიმი, ეს იყო აღმოსავლეთ სამხრეთ აღმოსავლეთ და ზოგადად აღმოსავლეთ სანაპირო შეგვიძლია ვთქვათ შავი ზღვისა, მცირე აზიის საკმაოდ მოზრდილი ნაწილიც თავისთავად, შესაბამისად რომისთვის მითრიდატე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მცირე აზიაში გაბატონებისათვის, ასე რომ მათ სრული ძალებით ორი კონსულით მიმართეს ომს მითრიდატეს წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ დაემთავრებინათ ეს დაპირისპირება მათთან და გარკვეულწილად გაინეიტრალებინათ თავიანთი მთავარი საფრთხე მცირე აზიაში. მას შემდეგ, რაც ლუკულუსმა და კოტამ ვერ მიაღწიეს გადამწყვეტ უპირატესობას, თავდაპირველად აურუნკულუს კოტა მარცხდება კიდევაც და ლუკულუსი აგრძელებს გზას მართალია ის ამარცხებს მითრიდატეს შემდგომში შეიჭრება სომხეთში, სხვათა შორის საინტერესო მომენტი ესეც, სომხეთის მეფე ტიგრან მეორე პირველად მონაწილეობს აქ სამხედრო მოქმედებებში, რა დროსაც ის მარცხდება ტიგრანოკერტას ცნობილ ბრძოლაში და აი ამ შემდეგ მითრიდატე და ტიგრანი პარტიზანულ ომს მიმართავენ რომაელების წინააღმდეგ, ხოლო ლუკულუს თავისივე არმია აუჯანყდება ამ მიზეზის გამო, რომ ლოგისტიკურად ძალიან გართულდა ამ ოპერაციების ჩატარება, ომი ძალიან გაიწელა, ასე რომ ის იძულებული ხდება, რომ დატოვოს ეს ტერიტორია და დაიხიოს მცირე აზიისაკენ, სადაც მას მალე შეხვდება პომპეუსი, რომელიც აქ სრული ძალაუფლებით ჩამოდის. მაგრამ როგორ მიიღო პომპეუსმა ეს ძალაუფლება? პომპეუსი სანამ მითრიდატულ ომში გაეშურებოდა და ეს ხდება ამ შემთხვევაში 67 წელს ძველი წინააღმდეგისა, მანამდე ის აგვარებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რაც რომაელებს ჰქონდათ. ეს პრობლემა იყო მეკობრეობის პრობლემა ხმელთაშუა ზღვაში. ანუ ძველი წინააღმდეგის 80-იან 70-იან წლებში ხმელთაშუა ზღვაში ძალიან გაძლიერდნენ კილიკიელი მეკობრეები, რომლებიც ფაქტობრივად გასაკანს არ აძლევდნენ ვაჭრობას აქ. ესხმოდნენ თავს სხვადასხვა რომაულ ხომალდებს, სავაჭრო ხომალდებს ძირითადად რა თქმა უნდა, შესაბამისად ძალიან აუცილებელი გახდა მათთან დაპირისპირება და ამისთვის აულუს გაბინიუსმა გაატარა სპეციალური კანონპროექტი, რომლითაც პომპეუსს მიენიჭა ძალაუფლება როგორც არმიაზე, ისე ფლოტზე, თითქმის სრული იმპერიუმი, ანუ ძალაუფლება, რათა საბოლოოდ მოესპო ეს პრობლემა მათთვის. პომპეუსი ახერხებს ძალიან მალე მეკობრეების დამარცხებას, კილიკიელი მეკობრეების აღკვეთას, მათი თავნებობისა ხმელთაშუა ზღვაში. ბარემ პომპეუსი, რომელმაც ასეთი წარმატებას მიაღწია ამ ომში, გავგზავნოთ და დაამთავრებინოთ მას საბოლოოდ მითრიდატული ომები. პომპეუსი მოდის აღმოსავლეთში, რაც ამ შემთხვევაში 65 წელს ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი არის მისი ლაშქრობა კავკასიაში, მაგრამ ამ ლაშქრობას წინ უძღოდა ჯერ მის დაპირისპირება მითრიდატესთან, რომელიც ძალიან დასუსტებული იყო უკვე ამ დროს, ცნობილია, როცა ლუკულუსი და პომპეუსი ერთმანეთს შეხვდნენ, ასეთი სიტყვა და გაცვლა-გამოცვლა იყო მათ შორის, რომ პომპეუსმა უთხრა, მე ახლა მივდივარო ძალიან რომაელებთან ომში გამოცდილ მეფეებთან საუბრათო,
და შენო ჯერ კიდევ მე შეხვდიო დავიდანო რა და ლუკულუსი პასუხობს რომ პირიქით შენ მიდიხარო ეხლა მათ ლანდებთანო იმიტომ რომ მე ისინი უკვე დავამარცხეო და შენ ფაქტობრივად ნადავლის წამსაღებად ჩამოხვედი აქო ზოგადად როგორც ცნობილია ისინიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს ვინაიდან და პომპეუს ფაქტობრივად ყველა რომის ესე წარჩინებულ პირთან ჰქონდა ამგვარი კონფლიქტი ვინაიდან როგორც ცნობილია ეს ძალიან პატივმოყვარე ადამიანი იყო რაც გარკვეულწილად იწვევდა ხოლმე მათ შორის აი ამ ასეთ დაპირისპირებას პომპეუსი ახერხებს ძალიან მარტივად პონტოს საკითხის გადაჭრას იმიტომ რომ მითრიდატეს აღარანაირი ძალაუფლება აქ აღარა აქვს ის გაივლის ასევე დიდ სომხეთს ანუ დიდ არმენიას სადაც მოაგვარებს სომხეთის მემკვიდრეობის საკითხს ის შეარიგებს ერთმანეთში ტიგრან მეორესა და მის ვაჟს ტიგრან უმცროს და შემდგომში ის საინტერესოა რომ ლაშქრობს კავკასიაშიც და რატომ კავკასიაში იმიტომ რომ იქ პოტენციურად არის ანუ პონტოს მოკავშირე სახელმწიფოები პონტოს მოკავშირე მეგობრებო და რომისაგან თქმა უნდა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან ისინი რეალურად არიან მართლა პონტოს გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ ვასალურ დამოკიდებულებაში შეიძლება ითქვას რომ გარკვეულ სამხედრო კავშირში მათთან აქ არის ხოლმე ყოველთვის ასთა სხვადასხვაობა იბერია იმ პერიოდში და იგივე კოლხეთი ვისი გავლენის ქვეშ არიან მაგალითად იბერია სომხეთის გავლენის ქვეშ არის თუ პონტოს გავლენის ქვეშ არის თუმცა მას დიდი მნიშვნელობა ამ პომპეუსის ლაშქრობის თვალსაზრისით არ აქვს, იმიტომ რომ პომპეუსი აქ ორი მიზნით მოდის, ერთი ის რომ გაანეიტრალოს ყველა ძალა, რომელიც პოტენციურად სომხეთისა და პონტოს მოკავშირე იყო და მეორე მითრიდატეს დასაჭერად. იმიტომ რომ მითრიდატე მას გაურბის კავკასიის გავლით ჯერ ჩადის კოლხეთში და როგორც ცნობილია აქედან მიაშურებს მერე ყირიმს, სადაც ბოსფორის სამეფოა და მისი ვაჟი ზის იქ მეფედ. ამიტომაც პომპეუსი ჯერ გაივლის ალბანეთს, შემდგომში გაივლის იბერიას, იბერიაში ამარცხებს მეფე არტაქს, იბერიის მეფე არტაქს, არტოკეს, როგორც სხვადასხვა მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, რომელიც სხვადასხვა ვერსიით არის ან ფარნავაზიანების ან არტაშესიანების წარმომადგენელი იბერიის ტახტზე, თუმცა მასთან დებს საკმაოდ მობიერ ზავს. ამავე დროს პომპეუსს შეატყობინებენ, რომ მითრიდატეს ცოცხალი აღარ არის, ის თავის ვაჟმა ფაქტობრივად გაწირა, რის შემდეგაც მოუხდა თავის მოკლა, ასე რომ რომის ყველაზე დაუძინებელი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთში მითრიდატე ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ პომპეუსის აღმოსავლეთში ლაშქრობის პერიოდში ის რომაელები პირველად გაუმეზობლდნენ და ჰქონდათ პირველი კონტაქტები სახელმწიფოსთან, რომელიც მომდევნო საუკუნეების მანძილზე მათი მთავარი მოწინააღმდეგე იქნება. ეს არის პართიის სამეფო. პართია ასევე დაინტერესებული იყო სომხეთით, შესაბამისად რომაელებს მოუხდათ თავიანთი დიპლომატიური საქმიანობის განხორციელება პარტიელებთან ურთიერთობაში, რასაც მოყვა პარტიასთან პირველი რაღაცა ხელშეკრულების დადება, რითაც რომმა და პარტიამ მეტნაკლებად გაინაწილეს და რაღაც სტატუს-კვო შექმნეს ახლო აღმოსავლეთში. პომპეუსის, ანუ ეს მანილიუსის კანონით მონიჭებული ძალაუფლება საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მან მოახერხა აღმოსავლეთის პრობლემის გადაწყვეტა იმ თვალსაზრისით, რომ დაყო რამდენიმე ნაწილად ეს თავისი დამორჩილებული ხალხები, ზოგი მოკავშირე და მეგობარი გახდა, ზოგი ამ შემთხვევაში იარაღით ძალით დაპყრობილი, რომელიც იყო ფაქტობრივად პროვინციად მიიერთა, რაღაცა ნაწილს უბრალოდ აღუდგინა მეფობა ზოგიერთ წარმომადგენელს. ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად არის აღწერილი მითრიდატულ ომებში აპიანეს თხზულებაში, რომელშიც მან მოგვცა ამ ომების სრული სურათი. პომპეუსი ბრუნდება აღმოსავლეთიდან როგორც რომაელი ალექსანდრე, როგორც რაღაც განსაკუთრებული მხედართმთავარი, რომელმაც აღმოსავლეთი დაიპყრო, იმიტომ რომ ყოველთვის აღმოსავლეთის დაპყრობა, აღმოსავლეთში ომები ბევრად უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა ხოლმე, ვიდრე დასავლეთში. ამ შემთხვევაში იგივე გალებისა და გერმანელებისა და კელტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. იქვე უნდა დავამატოთ ის, რომ პომპეუსის ჩამოსვლის შემდეგ მას გაცილებით მეტი იმედები ჰქონდა, მას ჰქონდა სურვილი, რომ რომში ფაქტობრივად პირველ კაცად ქცეულიყო, როგორც სულა იყო თავის დროზე. მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება, ვინაიდან მასაც აკლდა ის პოლიტიკური ტალანტი, რაც მაგალითად იგივე სულას ჰქონდა, იგივე შეიძლება ვთქვათ, რომ კეისარს ჰქონდა მის მომავალ მოწინააღმდეგეს. პომპეუსსა და კეისარს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 6 წელი იყო, როგორც ცნობილია. შესაბამისად პომპეუსს ჰქონდა გარკვეული ფორა მასთან ამ პერიოდში, როცა ისინი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს, ის უკვე გამოჩენილი მხედართმთავარია, ის უკვე ეყრდნობა თავის ვეტერანებს, რომლებიც რომში არიან, ყავს სენატში მხარდამჭერები, მაგრამ აი ამ თავისი ხასიათის წყალობით გარკვეულწილად ვერ მოახერხა პოლიტიკაში იმ ადგილის დაკავება, რომელიც მას ასე სურდა. და ამაში სხვადასხვა დაეხმარა ზუსტად ის კეისარი, რომელიც ამავე დროს მის დაამთავრებს კიდევაც პომპეუსის კარიერას. პირველ ტრიუმვირატს რაც შეეხება, რომელიც ჩამოყალიბდა კეისარს, კრასუსსა და პომპეუსს შორის, აქ უნდა აღვნიშნოთ კეისრის განსაკუთრებული დამსახურება.
ამ კაცს, რომელსაც მაშინ არც დიდი ქონება არ ქონდა, არც დიდი სამხედრო რესურსები არ ქონდა, სამაგიეროდ ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რა თქმა უნდა, ნიჭი, პოლიტიკური ნიჭი, სამხედრო ნიჭი, რომლითაც ის ახერხებს ძალიან კარგად, რომ შეაკავშიროს ერთმანეთს იმ პერიოდის რომის ორი უძლიერესი ფიგურა, ეს არის მარკუს კრასუსი, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცია რომში და პომპეუსი, რომელიც ყველაზე ძლიერია სამხედრო თვალსაჩინით რომში. შესაბამისად, მათ შორის დაიკავებს ის ადგილს და მოახერხებს ძალიან მარტივად მერე თანამდებობის მიღებასაც. სხვადასხვა აი ამ ტრიუმვირატის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მაშინდელი ოპტიმატების ლიდერები. მათ შორის ესეთი იყო ციცერონი, რომელმაც სამთავიანი გველეშაპი უწოდა თავის დროზე პირველ ტრიუმვირატს, მათ შორის იყო კატონი, კატონ უმცროსი ამჯერად, რომელიც ძალიან დიდი მოწინააღმდეგე იყო კეისრისა. აქ რამდენიმე სასაცილო ეპიზოდია, რომელზეც რადგან ესე ზოგადად საუბრობთ, მანდან ერთს ვახსენებ, როდესაც კატონი და კეისარი ძალიან იყვნენ ერთმანეთზე გადამტერებულები, რის გამოც ყოველთვის ეჭვის ქვეშ იყო ხოლმე კეისრის გარკვეულწილად აი რომელიმე ამბოხებისადმი მიკუთვნება. მათ შორის გავიხსენოთ ესეთი მოვლენა, რომელიც რატომღაც გამომჩა საუბრის დროს, ეს იყო კატილინას შეთქმულება. კატილინას შეთქმულება დაახლოებით სპარტაკის აჯანყების შემდგომ ხდება და კატილინას შეთქმულება საინტერესოა თვალსაჩინით, რომ ეს იყო რომში აი ამ ძალაუფლების ცენტრის ცვლილების გარკვეული ცდელობა. მარკუს ეს სერგიუს კატილინა თვითონ ძალიან სხვადასხვანაირად აღწერენ მას წყაროები, იმიტომ რომ ერთი მხრივ ციცერონი ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე, რომ თითქოს რესპუბლიკა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყო, ვინაიდან თვითონ იყო კონსული ამ პერიოდში და მან ფაქტობრივად გადაარჩინა რომი, ასე გამოვიდა, ძალიან აბუქებს ამ მოვლენას, თუმცა როგორც ჩანს სხვა წყაროებიდან ეს არც ისეთი მნიშვნელოვანი აჯანყება იყო, როგორც ციცერონი ცდილობს რომ გადმოგვცეს და შემოგვტენოს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ციცერონი უბრალოდ თავის გამართლებას და თავის აღმატებულად წარმოჩენას ცდილობს და არა იმას, რომ მაინც და მაინც ეს მოვლენა დეტალურად გადმოგვცეს. თუმცა ძალიან საინტერესო ეპიზოდია მაინც და მიიჩნევდნენ მაშინაც, რომ კეისარსაც ჰქონდა გარკვეული კავშირები აი ამ აჯანყებასთან. და სწორედ ასეთი მომენტი იყო, როცა მან სენატში მიიღო წერილი მონისგან და კატონმა, რომელიც სიტყვით გამოდიოდა ამ პერიოდში, აღნიშნა, რომ აი ნახეთ, კეისარს ახაც კი აქვს შეთქმულებთან გარკვეული ურთიერთობა. და თუ არა, მაშინ გვაჩვენოს ეგ წერილი, რომელიც ახლა მოუვიდა და კეისარი იძულებული გახდა, რომ გადაეცა წერილი, რომელიც აღმოჩნდა კატონის დის წერილი, რომელიც მიწერილი იყო კეისრისადმი და მათ ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა ერთმანეთთან, იმიტომ რომ კეისარი ძალიან ცნობილი მექალთანე იყო, როგორც ცნობილია რომში. მათ შორის მას მიაწერენ იგივე ბრუტუსის დედასთან ურთიერთობას, თითქოს ბრუტუსი მისი შვილი იყო, ასეთი ლეგენდაც არსებობს, თუმცა ეს ძალიან ნაკლებად შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ 15 წელი დიდი იყო სულ კეისარი ბრუტუსზე და საკმაოდ საეჭვს ხდის ეს მომენტს, თუმცა მაინც გარკვეული ეს ვერსია მაინც ალბათ იარსებობს მუდმივად. შეეხება პირველი ტრიუმვირატის ჩამოყალიბებას, აი ამის შემდეგ კეისარს უკვე შეძლება მიეცა, რომ ორი ძალიან ძლიერი ადამიანის მხარდაჭერა ქონოდა, ერთისგან ფულით, მეორისგან ჯარით. და მოახერხა თანამდებობის მიღება გალიაში, პროვინცია, ანუ კონსული გახდა და მიიღო პროვინცია, რომლის შედეგადაც ის გაემგზავრა თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე გალიაში, რათა იქ მოეწესრიგებინა რომაული საქმეები და რა თქმა უნდა დაეპყრო გარკვეული ტერიტორიები, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა, რომ მერე პოლიტიკური ძალაუფლება გაეფართოებინა, იმიტომ რომ კეისარი აშკარად ძალიან მიზანმიმართული იყო თავის საქმიანობაში და ახლა რამდენად იყო ეს ყველაფერი რაღაც ექსპრომტი მისგან თითქოს რომ მერე ძალაუფლებას ხელში იგდებს, ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ ის რა თქმა უნდა ამისთვის გარკვეულწილად ემზადებოდა. გალიაში ომი და ზოგადად გალიის კამპანია, კეისრის გალიის ომის კომენტარებში აღწერილი, ეს არის თვითონვე კეისრის მიერ დაწერილი თხზულება, ეს ხდება ყველაფერი 50-იან წლებში, პირველ საუკუნის 50-იან წლებში, როცა კეისარი ახერხებს გალიის დაპყრობას. ეს არის რამდენიმე წლიანი ომი, რომელიდანაც ყველაზე ცნობილი მომენტი თავისთავად პირველი არის ჰელვეტებთან ომი, ეს არის შვეიცარიიდან გადმოსული ტომი, რომელიც აღნიშნოს, რომ დღესაც შვეიცარიელები თავის თავს ლათინურად ჰელვეტებს ეძახიან, ისევ მათ პარლამენტზე ვნახავთ, რომ ისინი ჰელვეტების ეს აწერია რესპუბლიკა კვლავინდებურად მას, ვინაიდან ეს სახელწოდება ჯერ კიდევ კეისარს აქვს მოხსენიებული ამ ტერიტორიაზე. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გალიის ომის დროს მოხდა, ეს იყო სვებების მეფე არიოვისტუსის დამარცხება კეისრის მიერ.
იმიტომ რომ სვებები ხშირად შემოიჭრებოდნენ ხოლმე გალიაში, გალებს ადვილად ამარცხებდნენ, მაგრამ პირველად მოუხდათ მათ რომაელებთან შერკინება და რომაელებში როგორც ცნობილია, როგორც კეისარი აღწერს, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სვებების სამხედრო უნარებმა, მათმა ფიზიკურმა აღნაგობამ და შესაბამისად ძალიან ეჭვის ქვეშ იყვნენ რომაელები, შეძლებდნენ თუ არა მათ დამარცხებას, თუმცა საბოლოოდ კეისარმა თავისი მოხერხებული სტრატეგიით, მათ შორის გამოიყენა მოწინააღმდეგის მმართველის ცრურწმენაც კი, ვინაიდან მას როგორც ცნობილია უწინასწარ მეტყველებს, რომ ამ თვეში არ შეიძლებოდა ბრძოლა, თორემ წააგებდა ამ ბრძოლას აუცილებლად და მაინც ჩაითრია იმ პერიოდში და ძალიან ესე ვთქვათ შეშინებულმა იომმა, არიოვისტოსმა, რამაც გამოიწვია მისი მარცხიც პრინციპში, როგორც კეისარი თავის გალიის ომის კომენტარებში აღწერს. და მესამე არის გალების დიდი აჯანყება, რომელშიც რა თქმა უნდა აღსანიშნავია ესეთი ფიგურა, როგორც იყო ვერცინგეტორიქსი, გალების მეფე, ეს იყო არვერნების ტომის ბელადი, რომელიც ერთად აირჩიეს გალებმა თავიანთ ლიდერად ამ აჯანყების დროს. ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც კეისარს დამუქრებია გალიის დაპყრობის პერიოდში. თუ არ ჩავთვლით ბრიტანეთის კამპანიას, რომელიც ძალიან მცირე მასშტაბებისა იყო და კეისარს რეალურად არც დაუპყრია ბრიტანეთი, თუმცა მოსინჯა პირველად იქ მაშინ თუ რა შეძლებები არსებობდა. რაც შეეხება ვერცინგეტორიქსთან ომს, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, რა თქმა უნდა, ძველი საერთოდ 52 წელს ალეზიის ალყა, ეს იყო დიდი კელტური ქალაქი, რომელშიც გამაგრდა ვერცინგეტორიქსი, კეისარმა მას შემოარტყა ალყა, დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ეს ალყა, გარედან მოუვიდა მშველელიც, მაგრამ არაფერმა არ უშველა ვერცინგეტორიქსს, საბოლოოდ მას მაინც მოუხდა იარაღის დაყრა, ის თვითონ გამოცხადდა კეისართან, ჩაბარდა და ეს საინტერესო სცენაა, რომელიც შეხვდება მხატვრულ ლიტერატურაშიც, ხდება ფილმებშიც და ხდება ასევე ნახატებზე, როგორ მიდის და ნებდება ვერცინგეტორიქსი კეისარს, ის როგორც ცნობილია გააშიშვლეს მის წინ და აიძულეს რომ თავი ქედი მოედრიკა და რომის უზენაესობა ეღიარებინა. შემდგომში ვერცინგეტორიქსი წაიყვანეს, რა თქმა უნდა, კეისრის ტრიუმფში რომში, რასაც მოყვა მერე მისი მოკვლაც რომში. შესაბამისად კეისარმა დაიპყრო გალია და ამის შემდეგ ის უკვე სავსებით მომძლავრებულია იმისთვის, რომ რომში უპირველესი კაცი გახდეს, ყველაზე ძლიერი ადამიანი გახდეს. მან ამ ომის პერიოდში მოახერხა რამდენიმე ლეგიონის ერთგულების მოპოვება, მათ შორის განსაკუთრებით მე-10 და მე-13 ლეგიონები გამოირჩევა, კეისრის მე-10 და მე-13 ლეგიონები ძალიან ცნობილი არის ისტორიაში. რომელთაც მე ამ მე-13 ლეგიონის სწორედ მან როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი პომპეუსსა და კეისარს შორის და ეს სამოქალაქო ომი გარკვეულწილად განაპირობა ზოგადად ოპტიმატებისა და განსაკუთრებით იგივე პომპეუსსა და კატონის სურვილებმა, რომ ისინი ხედავდნენ კეისრის უზომო გაძლიერებას, ისინი ხედავდნენ, რომ კეისარი კიდევ უფრო მეც და მეც ითხოვდა, საბოლოო ჯამში მათ შორის ეს დაპირისპირება ომამდე მივიდა, მათ მოსთხოვეს კეისარს იარაღის დაყრა ფაქტობრივად და ჩაბარება, რასაც კეისარმა უპასუხა ძალიან ცნობილი მოვლენით, ეს იყო რუბიკონის გადალახვა, მან გადალახა პატარა მდინარე რუბიკონი, რასაც მოყვა რომის ფაქტობრივად მისი უკანონოდ გამოცხადება, ვინაიდან თუ რუბიკონზე მხედართმთავარი შეიარაღებული გადავიდოდა თავის ჯართან ერთად, ის ცხადდებოდა რომის მტრად. თუმცა კეისრის ეს ნაბიჯი იყო ის შესანიშნავი გარკვეულწილად სტრატეგიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ახლა მას რა შანსი ჰქონდა შემთხვევაში რომის თელ სახელმწიფოსთან თუ ისინი მოახერხებდნენ სრული ძალების მობილიზებას უკვე ამავე დროს რომი მათ ხელში იქნებოდა ლეგიტიმაცია მათ ხელში იქნებოდა და კეისარს ძალიან დიდი საფრთხე დაემუქრებოდა ხო ამიტომაც მან იჩქარა გადაკვეთა რუბიკონი შეიჭრა იტალიაში და აიძულა ფაქტობრივად ოპტიმატები პომპეუსი კატონი და სხვა ლიდერები ციცერონიც მათ შორის და შემდეგ რომ დაეტოვებინათ იტალია და გადასულიყვნენ საბერძნეთში ამას მოყვა უკვე სამოქალაქო ომის გადატანა რომის ანუ იტალიის ფარგლებს გარეთ კეისარმა ფაქტობრივად რომის აღებით ძალაუფლება და გაიმყარა იტალიაში ლეგიტიმაციაც მოიპოვა გარკვეულწილად და შესაბამისად მოიმზადა საფუძველი მომავალი დიქტატურისათვის 48 წელს წელთაღრიცხვით საბერძნეთში გაიმართა ცნობილი ფარსალოსის ბრძოლა რომელშიც კეისარი და პომპეუსის ჯარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აი ამ ბრძოლაში კეისარმა გადამწყვეტი გამარჯვებას მიაღწია პომპეუსის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა რომ რიცხობრივი თვალსაზრისით იგივე ლოგისტიკური მომარაგებით და შემდეგ გაცილებით ჩამორჩებოდა ეს პომპეუსი მაგრამ საბოლოო ჯამში კეისრის მომხრეებმა გაიმარჯვეს პომპეუსი დამარცხდა და ის იძულებული ხდება რომ გაიქცეს ეგვიპტეში ის გარბის ეგვიპტეში სადაც მას ამ შემთხვევაში როცა შეატყობენ გაიგებენ ეგვიპტელები ბუნებრივია მოვლენების შესახებ რაც მოხდა თავისთავად ეცდებიან კეისრის გულის მოგებას და ამისთვის ისინი მოკლავენ პომპეუსს და როცა კეისარი და მას დადევნებული კეისარი ჩავა უკვე ეგვიპტეში შემდგომში აღმოაჩენს რომ პომპეუსი მოკლულია და მისი თავს მიართმევენ
ეთმევენ კეისარს, რაც მიუხედავად იმისა, რომ ერთ შეხედვით მან თითქოს დიდი მტერი მოიშორა თავიდან, მაინც და მაინც არ ესიამოვნა მას ბუნებრივია ეს მომენტი, იმიტომ რომ როგორ რაღაცა კლიენტი სახელმწიფოს მმართველმა, ვასალი სახელმწიფოს მმართველმა მოაკვლევინა რომის ყოფილი კონსული და ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კაცი. შესაბამისად ძალიან ცუდად მიიღო ეს ამ შემთხვევაში ჟესტი ეგვიპტელებისაგან. საბოლოო ჯამში ამას მოყვა ეგვიპტეში სამოქალაქო ომში მისი ჩარევა. ეს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა კლეოპატრას, ანუ ეს იყო მეფის და პტოლემაიოს შორის, ანუ ეს იყო მაშინ ეგვიპტის ფარაონი და ეს ომი დამთავრდა ამ შემთხვევაში რომაელების გამარჯვებით, რომელთაც დაეხმარნენ ამავე დროს მცირე აზიიდან მათი მოკავშირეები. საბოლოო ჯამში კლეოპატრა აიყვანეს ეგვიპტის ტახტზე, ხოლო პტოლემაიოსი დაიღუპა. და კლეოპატრა რეალურად აღმოჩნდება უკანასკნელი პტოლემაიოსთა დინასტიის შორის და ამავე დროს უკანასკნელი ელინისტი მმართველიც, ანუ ელინისტური ხანის უკანასკნელი მმართველიც, იმიტომ რომ ძველი საათის 30 წელს კვდება ის და ამ პერიოდით ამ თარიღით მთავრდება ელინიზმის ეპოქაც მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. კეისრის წარმატებები, რა თქმა უნდა, მოიცავდა არა მხოლოდ პომპეუსის დამარცხებას, არამედ მან გააგრძელა ეს ომი ჩრდილოეთ აფრიკაში, გააგრძელა ესპანეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მივიწყებული ფრონტებია ესენი, ვინაიდან პომპეუსის დამარცხება ახome მთავარი ფაქტორი აქ, მაგრამ კეისარი იყო მანამდე სანამ ჩავიდოდა იქ, ჯერ ლაშქრობდა ესპანეთში, სადაც დაამარცხა პომპეუსის სარდლები, მერე როცა დაამარცხა პომპეუსი, ამის შემდეგ ლაშქრობს ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც ცნობილი თაფსუსის ბრძოლა გაიმართება, რომელშიც ის გაიმარჯვებს საბოლოოდ პომპეუსის მომხრეებზე და მათ შორის ორი ყველაზე ცნობილი კვინტუს ცეცილიუს მეტელუს სციპიონი და მეორე ეს არის კატონ უმცროსი, ორივენი ფაქტორი დაიღუპებიან იქ და კატონი თავს მოიკლავს საერთოდაც და ის გარკვეულწილად აი რესპუბლიკის სიმბოლოც არის, რესპუბლიკის გარდაცვალების დაღუპვის საბოლოო სიმბოლოც არის კატონის სიკვდილი თითქოს. ამის შემდეგ კეისარი ბრუნდება რომში და მის დიქტატურას სხვადასხვა არც ისე დიდი დრო არ უწერია. ვინაიდან მზადდება შეთქმულება მის წინააღმდეგ და სხვადასხვა აი გარკვეულწილად უნდა ითქვას, რომ კეისარმა მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოლიტიკოსი იყო, დიდი სამხედრო მოღვაწე იყო, ზოგიერთი რამ კარგად ვერ გათვალა. ის ძალიან ენდობოდა თავის მობიერებას, თავის მოწინააღმდეგეების მიმართ. აი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მან თითქმის ყველა საპატია პომპეუსის მხარეს ბრძოლა თავის დროზე მიიღო ისინი, ხოლო შემდგომში შეთქმულების უმეტესობა მონაწილეები შეთქმულებისა ვინც იყვნენ, მის წინააღმდეგ იყვნენ ზუსტად ყოფილი მისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც კეისარმა დაინდო თავის დროზე. მათ შორის გამოირჩეოდა მარკუს იულიუს ბრუტუსი და დეციმუს ბრუტუსი, ანუ ბრუტუსების საგვარეულოდან ორი მონაწილეობს მის წინააღმდეგ ამ შეთქმულებაში, გაიუს კასიუსი, ასევე თავისთავად ციცერონი იყო იდეოლოგი, აი ამ ამბებისა. ციცერონი უშუალოდ თვითონ არ მონაწილეობდა არაფერში, მაგრამ თითქოს იდეოლოგი იყო მთლიანობაში, აი მისი რაც შემდგომში კეისარს შეემთხვა ამ მკვლელობისა, რომელიც საერთოდ 44 წელს მარტის იდებში მოხდა. თუმცა მანამდე კეისარმა მოუასწრო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება რომში. ფაქტობრივად მან განიტკიცა ძალაუფლება, თუმცა ვერ მიიღო მეფის წოდება, ვინაიდან რომში ეს ძალიან ცუდად მიიღეს და არავის არ სურდა, რომ ისევ მეფობა აღდგენილიყო რომში. მან შემოიღო მთელი რიგი რეფორმები, სასამართლო რეფორმები იყო ეს, სენატის რეფორმები, უამრავი ახალი სენატორი შეავსო სენატი, მათ შორის ცისალპური გალიიდანაც მიიღო ადამიანები, ვინაიდან ისინი უკვე ასიმილირებულები იყვნენ რომაელებთან და მათი წარმომადგენლები საჭირო ხდებოდა სენატში. კეისრის დროს დამტკიცდა ეს ცნობილი კალენდარი, იულიუსის კალენდარი, რომელიც გამოიყენება საუკუნეების მანძილზე და ის რა თქმა უნდა გეგმავდა კიდევ უფრო შორს წასვლას. მათ შორის ის გეგმავდა პარტიის წინააღმდეგ კამპანიას, რომელიც თვითაც შური უნდა ეძია მანამდე ძველი საერთოდ 63 წელს მომხდარი კარეს ბრძოლისთათვის. ეს ჩვენ გადავახდით ამ მოვლენას, როცა საუბრობდით სამოქალაქო ომზე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ძველი საერთოდ 63 წელს, 53 წელს, ძველი საერთოდ 53 წელს მოხდა კარეს ცნობილი ბრძოლა, რომელშიც მარკუს კრასუსი დამარცხდა პარტიელებთან შეტაკებაში, დაიღუპა ფაქტობრივად ამ ბრძოლაში, მის შემდგომში მიმდინარე მოლაპარაკებებში და მის მოკვეთილი თავი წაიღეს მერე პარტიელებმა და ადუღებული ოქრო ჩაასხეს მას პირში, როგორც ცნობილია, როგორც გაუმაძღარ ადამიანს, რომელიც აღმოსავლეთში ეძიებდა კიდევ მეტად გამდიდრებას. და სწორედ კეისრის სურვილი იყო, რომ პარტიაზე ეძია შური, როცა ის დაამთავრებდა რომში აი გარკვეულ საქმეებს და მოაწესრიგებდა თავის მმართველობას, თუმცა აღარ დასწალდა ეს რესპუბლიკელებმა, რომლებთაც ყავდათ რამდენიმე იდეოლოგი, ბრუტუსი, კასიუსი და თავის მხრივ ციცერონიც, საბოლოოდ გადაწყვიტეს მისი მოკლა და სენატის კურიაში, როგორც აღნიშნეთ, 44 წელს
მარტის იდებში, ანუ მარტის კვირაში ის მოკლეს. როგორ ხდება გარკვეულწილად, აი ისეთ დროს ამის გაკეთება, მისგან ან ძალაუფლებისგან მისი ჩამოშორება და რესპუბლიკური რაღაცა იდეალებით გაფშვალული ადამიანებისგან მისი მოკლა, როცა რეალურად ამას აღარანაირი შინაარსი აღარ აქვს, იმიტომ რომ კეისრის მკვლელობამ ვერ დაამთავრა ის პროცესი, რაც რომში უკვე დაწყებული იყო. აი ეს გარდაუვალი იყო ფაქტობრივად რომში, რომს უნდა ყოლოდა ერთპიროვნული მართველი, ერთპიროვნული ლიდერი, რომელიც თავის მხრივ იქნებოდა რომის იმპერატორი. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ჯერ კიდევ იმპერატორები რომს არ ყავს ფორმალურად და იმპერატორი უბრალოდ სამხედრო წოდებაა და არანაირი იმას არ გულისხმობს რაღაც განსაკუთრებულ ძალაუფლებას, მაგრამ უკვე მწიფდებოდა დრო იმისკენ, რომ იმპერიას ერთი ადამიანი უნდა ჩადგებოდა სათავეში. თუმცა ეს ძალიან ვრცელი თემა იდეოლოგიური საკითხი არის და ვინაიდან ხა ჩვენ როგორც თავიდან გადავწყვიტეთ, რომ 4 ეპიზოდში და მოგვეხილა რომის მთელი ისტორია ვერ ჩავატიეთ 3 ეპიზოდში ის რომ მე-4 ეპიზოდში დავამთავროთ ეს ყველაფერი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოვიტოვოთ ეს თემები სალაპარაკოთ მომავალი ეპიზოდებისათვის და ალბათ უფრო 6 ეპიზოდი უფრო მოსალოდნელი იქნება მთლიანობაში, რაც ალბათ მსმენელისთვისაც უფრო უმჯობესი იქნება, რადგან ბევრი თემის დეტალურ განხილვას მოახერხებთ ამ თვალსაჩინით. ახლა შეგვიძლია დასასრულისთვის რამდენიმე კითხვას მოусმინოთ, უპასუხოთ და ასევე დავამთავროთ მე უკვე ეპიზოდი. მადლობა. მოკლედ ესე იგი კლიენტის სახელმწიფოები ახსენენ რამდენჯერმე და აი რას გულისხმობდა ეს უშუალოდ ეს კლიენტი ხელმწიფეები უშუალოდ თქვა რომის სენატთან კავშირში იყვნენ თუ უშუალოდ მათ დამპყრობელ სარდალთან ჰქონდათ კავშირი ან რამე თქვა პრივილეგიები თუ იყო ეს მათთვის რომის და რომის კლიენტი და ესე თქვა მეგობარი სახელმწიფოს ხდება რა ხონდა ხო ეს მეგობარი და მოკავშირე ძალიან მობიერად ჟღერს ვიდრე სინამდვილეში იყო მაგრამ მაინც თითოეული შემთხვევა ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალური არის. სად აქვს რომს, სად არის დადაბარებს ეს სახელმწიფო, რომელიც რომის მოკავშირე და მეგობარი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია რომისთვის, რამდენად ახლოს მდებარეობს მასთან. ეს შეად განსაზღვრავდა იმ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში, როგორ მოექცეუდნენ მას რომაელები სხვადასხვა შემთხვევაში. ეხლა მაგალითად იბერიის მოკავშირე და მეგობრობა მას შემდეგ რაც პომპეუსმა ილაშქრა 1965 წელს იბერიაში იყო გარკვეულწილად უფრო ფორმალური იმ მომენტში. მართალია მათ წაიყვანეს რაღაცა ძევლები და შემდეგ რამდენიმე წლის მერე ჩანს რომ იბერია აღარ ემორჩილება რომს და აღარანაირი მის მოკავშირე და მეგობარი აღარ არის. რის გასამტკიცებლადაც რომაელებს კიდევ მოუხდებათ და კანიდიუს კრასუსის გამოგზავნა მარკუს ანტონიუსის პარტიული კამპანიის დროს რომ ისევ დაემორჩილონ ეს ტერიტორია. რაც გულისხმობს ხა ძირითადად ეს გულისხმობს ფაქტობრივად იმას რომ მათი საგარეო პოლიტიკა ამ სახელმწიფოებისა ფაქტობრივად რომის განკარგულებაში გადადის. ანუ რომი განსაზღვრავს მეტნაკლებად როგორი მოქმედებს ეს სახელმწიფო საგარეო ასპარეზზე. რომი ნაკლებად ერევა მის საშინაო საქმეებში, მაგრამ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, რომელსაც იძულებულები არიან ეს მოკავშირე და მეგობარი მართველები ამ შემთხვევაში რომ შეასრულონ. ამავე დროს ეს გულისხმობს რომის გარკვეული ბუფერული სივრცის შექმნასაც მის გარშემო, იმიტომ რომ მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფოები ძირითადად იყვნენ ხოლმე რომის საზღვრებზე, ხო, ჩამწკრივებულები, რაც განსაზღვრავდა იმას, რომ რომს ექნებოდა გარკვეული ბუფერი თუ რომელიმე მოწინააღმდეგე დიდ სახელმწიფოსთან მოუხდებოდა ამის შემდეგ დაპირისპირება და ეს ძალიან პოპულარული იმპერიული პოლიტიკა არის გარკვეულწილად, რომელიც არა მარტო რომს ახასიათებს, შემდგომში რა თქმა უნდა ამას აგზელებს აღმოსავლეთ რომის იმპერია ბიზანტიის სახით და შემდგომში ნებისმიერი სხვა დიდი იმპერია, რომელსაც ყველას სურდა, რომ აი ეს გარკვეული ბუფერები შეექმნა მის გარშემო. გლადიატორებზე ისაუბრე და არ შეიძლება არ შევეხოთ ჰოლივუდის რომთან დაკავშირებით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფილმს და ხო რა თქმა უნდა. რამდენად სწორად არის გადმოცემული მან რეალური ამბები და საერთოდ თუ არსებობდა ეს მაქსიმუსი და ასე შემდეგ რა შეგვიძლია ილაპარაკოთ. თირა გლადიატორი უფრო განეკუთვნება თუ უხეშად ვიტყვით ისტორიული ფენტეზის კატეგორიას განეკუთვნება გარკვეულწილად. არსებობს ესეთი ჟანრი, სხვადასხვა არსებობენ ავტორები, რომლებიც წერენ რაღაც ისტორიულ მოვლენებს აიღებენ, გარკვეულ მაგალითად ცივილიზაციას, სახელებს და შემდეგ, მაგრამ იქ რაც არის აღწერილი, იმას ისტორიასთან კავშირი არაფერი არ აქვს. გლადიატორი ამასთან ძალიან ახლოს არის. არის გარკვეული მოვლენები, რაც თითქოს ვიგანიშნებს რომ რაღაც ისტორიულ ჩარჩოებში ზის, მაგალითად ეს არის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი, კომოდუსი, ის გერმანელებთან ომი გარკვეულწილად რომელიც მათ ჰქონდათ თავის დროზე თავიდან, ის რომ ამფითეატრში იმართებოდა გლადიატორების ბრძოლები, ის თუნდაც კომოდუსის დამოკიდებულება და ზოგადად მისი ქცევა, როგორც ძალიან ახლოს არის ისტორიულ კომოდუსთან გარკვეულწილად, ხო? მაგრამ პიროვნება მაქსიმუსის სახით არ არსებობდა, რამდენიმე პროტოტიპი ყავს მას, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად ცნობილები არიან ისინი და ფაქტობრივად
ფაქტობრივად ეს არის რაღაცა რიმეიკიც არის. შესაძლოა ეს ფილმი არის რიმეიკი. არსებობს ესეთი ძველი ჰოლივუდის ძველი ფილმი 60-იანი წლებისა, რომელსაც ქვია რომის დაცემა, რომის იმპერიის დაცემა ქვია, The Fall of the Roman Empire. და იქიდან არის აღებული ძირითადი სინოფსისი იდეა და შემდგომში რიდლი სკოტმა გადააკეთა იმის მიხედვით ეს ფილმი და ესე გააკეთა. უმეტესობა რაღაცები აფილში არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი კარგია განსაკუთრებულად იმისთვის, რომ ადამიანი დააინტერესოს რომის ისტორიით, იმიტომ რომ ამის მერე როცა ვეცდებით უკვე რომ წავიკითხოთ უფრო მეტი, უფრო მოვისმინოთ უფრო მეტი, ვაცნობიერებთ, რომ ეს კი არ იყოს სწორი, მაგრამ იმახო დაგაინტერესა, რომ ჩაგითხრია, რომ მე შემდგომში სხვა რაღაცას მოკიდე ხელი, ხო? ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ აი ამ კუთხით უფრო არის ეს ფილმი მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ მან რაღაცა ისტორიაზე დაზუსტებული წარმოდგენა მოგცეს. სხვა რომელ ფილმებს გამოარჩევდი ან სერიალებს, თქვა რომის ეპოქასთან დაკავშირებით და სხვათა შორის არც ისე ბევრი მაღალი ხარისხის სერიალი და ფილმი არსებობს რომზე. განსაკუთრებით გამოვარჩევდი HBO-ს რომს. HBO-ს ცნობილი სერიალია, რომი 2 სეზონია გადაღებული 2005-2007 წლებში. ალბათ საუკეთესო წარმოდგენაა რომისა, რაც კი ოდესმე გადაღებულა კინოს ეკრანებზე ამ შემთხვევაში. ეს არის ამბავი ორი რომაელი ლეგიონერისა, ლუციუს ვორენუსისა და ტიტუს პულოსი, რომლებიც რეალურად არსებობდნენ. იულიუს კეისარს აქვს აღწერილი გალის ომის კომენტარებში ეს ორი ლეგიონერი. შესაბამისად, აი ძალიან საინტერესოა მისი დაკავშირება შემდგომში თელ იმ სამოქალაქო ომების სერიასთან, რომელიც მოხდა რომში, ჯერ კეისარსა და პომპეუს შორის და შემდგომში ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის, რომელიც აი ამ სერიალში არის ძალიან კარგად გადმოცემული. გარდა ამისა, გარემოც არის იდეალურად გაცოცხლებული, თუ როგორ გამოიყურებოდა მაშინდელი რომი, რა ინტერესი ჰქონდა, რა სჭამდნენ, რა სვამდნენ და ასე შემდეგ. ყველაფერი დეტალურად არის ახსნილი და მე ვფიქრობ, რომ იმსახურებს ეს სერიალი ნამდვილად, რომ თქვათ, რომ ეს არის საუკეთესო ფილმი, რაც კი რომზე ოდესმე გადაუღიათ. ან კარგი და არე პოდკასტის მსმენელმა იცის რომ ვიდეო თამაშებით და გეიმინგითაც დაკავებული ხარ ძალიან გიყვარს და თვითონ რომთან დაკავშირებით თუ არსებობს რამე ისეთი საინტერესო ვიდეო თამაშები რომელიც შეიძლება თქვა მსმენელს ურჩია და რაღაცა ხო თამაშებთან დაკავშირებით მეგონი უფრო კარგად აქვს საქმე ვიდრე ფილმებთან რა მართალია იქაც სტერეოტიპები ძალიან ძლავრობს თამაშებშიც რა აიმიტომ რომ რომის წარმოდგენა ყოველთვის ჩვენ თვალში რომი არის ხოლმე წარმოდგენილი როგორ რაღაცა ერთგვარი უნიფორმები ყველას რაღაცა ერთი და იგივე ფერები და შემდეგ რაც ამარტივებს უბრალოდ აღქმას ხო ამის გამო გაკეთებული ეს ნუ ახლა ასე რეალურად თქმა უნდა ვერაფერი ვერ გადმოსცემს ამას მაგრამ მეტნაკლებად თუ ჩამოვთვალოთ რამდენიმე ნუ ერთი შეიძლება იყოს რომ ტოტალური რომელიც ალბათ ჩემი თაობის ყველა მოყვარულის ერთ-ერთი ის არის ფავორიტი არის ნამდვილად რომ ტოტალური ასევე შეიძლება ვახსენოთ პრეტორიანს იყო ესეთი შესანიშნავი turn based უბრალოდ real time სტრატეგია რომელშიც ასევე კარგად არის გადმოცემული რომაული სამხედრო საქმე ბანაკების შენებლობა და ასე შემდეგ აქვე შეგვიძლია დავამტოთ Age of Empires-ის პირველი ნაწილი ძველი ნაწილი რომელშიც ასევე ძველი საბერძნეთ და რომს ეხება და რომი მეტნაკლებად კარგად იყო წარმოჩენილი და არის რამდენიმე სხვადასხვა მათ შორის Rise Son of Rome არსებობს ესეთი თამაში, რომელიც ერთი შეხედვით ვიზუალურად შთამბეჭდავია, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით და ასევე შინაარსობრივად მაინც და მაინც საკმაოდ მოიკოჭრებს პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ აი მე მაინც განსაკუთრებულად წარმოვაჩენდი, ვიტყოდი მაინც რომ Total Wars, ვიტყოდი Imperium Romanum-ს, ესეთი ადმინისტრაციული სტრატეგიული თამაში არის, Glory of the Roman Empire არსებობს ესეთივე სტრატეგიული თამაში და აი ბოლო პერიოდში გამოვიდა ახლა Anno სერიის თამაში, რომელიც არის რომის იმპერიაზე და ვფიქრობ, რომ ისიც კარგი უნდა იყოს. კარგი, აი ხედავთ რომ რაღაცა ციგნები გაქვს მოტანილი, ორმი ჰანიბალზე ისაუბრე წინა ეპიზოდში და აი ცოტა რომ უფრო სლად მოგვიყვე ამ ციგნების შესახებ. მოდი რამდენიმე ციგზე ვისაუბროთ მართლა. ეს ციგნი ომი ჰანიბალთან არის, როგორ ვთქვათ, ვისაც რომის ისტორია უყვარს და საქართველოში და რამის წაკითხვა უნდა, ეს ციგნი აუცილებლად წაიკითხოს. ეს არის ტიტუს ლივიუსის რომაელი ისტორიკოსის რომის ისტორიიდან ეს ფრაგმენტი სადაც აღწერილი არის მეორე პუნიკური ომი. ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი არის. რამდენიმე წამოვიღე, იმიტომ რომ ჩემ ბიბლიოთეკაში არის ძალიან რამდენიმე ათეული წიგნი არის რომზე, შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანს გაჩვენებთ ახლა. ეს არის Adrian Goldsworth-ის წიგნი In the Name of Rome. ეს არის 15 რომაელი მხედართმთავრის ბიოგრაფია, რომელშიც აღწერილი არის ისინი სამხედრო თვალსაზრისით. აქვე გვაქვს იგივე ავტორის Adrian Goldsworth-ის წიგნი, ეს არის კეისარი
რომ კეისრის ბიოგრაფია, ეს არის ყველაზე საუკეთესო კეისრის ბიოგრაფია, რაც კი აქამდე გამოცემულა და ზოგადად ედრიენ გოლსვორთის წიგნების საკითხავს გირჩევთ ყველას, ვისაც რომი გაინტერესებთ, ეს არის შესანიშნავი თანამედროვე ავტორი. აქვე ვახსენებთ გვიანი რომის ისტორიაზე ამ ორ ტომეულს, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ არ გვისაუბრია გვიანი რომის ისტორიაზე, მაგრამ რომ ვახსენოთ, ეს ჯონ ბერის წიგნები, გვიანი რომის ისტორია, რომელიც არის ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, როგორც ივანე ჯავახიშვილმა შექმნა საქართველოს ისტორია, შეგვიძლია ვთქვათ, ჯონ ბერი არის გვიანი რომის ისტორიის გარკვეულწილად ესე შემოქმედი, ასე რომ აქედან იწყება გვიანი რომის ისტორიის ცალკე ფენომენად აღქმა და გვიანი ანტიკური ისტორიის შესწავლა. და მოდი ქართულების დავამატოთ რამდენიმე. ეს არის ძველი რომი 117 ამბავი, რომელიც ლევან ტავლაშვილთან ერთად გავაკეთე რამდენიმე წლის წინ და უბრალოდ ამ წიგნში, რა თქმა უნდა, არ არის ცლად გადმოცემული მთელი რომის ისტორია, მაგრამ არის ძალიან საინტერესო ცალკეული ამბები მოცემული რომის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ, შეიძლება იცოდეთ. მაგალითად, შეიძლება შეგხვდეთ ამბავი აქ რომელიმე რომის იმპერატორის ძალიან საინტერესო რაღაც ხასიათთან დაკავშირებით შეიძლება შეგხვდეთ ამბავი როგორ მოკლეს რომელიმე იმპერატორი ან რა ვერსიები არსებობს ამასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მაგალითად რაღაც რომაულ კანონმდებლობაზე შეიძლება იყოს სამხედრო საქმეზე და ასე შემდეგ. აი მაგალითად ნერონთან დაკავშირებით გვაქვს ესეთი ამბავი იყო თუ არა ის მართლა დამნაშავე რომის ხანძარში. მაგალითად გვაქვს იგივე იმპერატორ ვესპასიანესთან დაკავშირებით თავისებურ გადასახადებრივ შემოიღო თავის დროზე და ასე შემდეგ. ამიტომაც მე გირჩევდით ამ წიგნს რომზე ბევრ საინტერესო ფაქტს წაიკითხავთ აქ და მოდი ესეც ვაჩვენოთ. ეს არის კეისარი გალიის ომის კომენტარები. პირველი ორი წიგნი არის ეს, რომელიც თარგმნა თეოდორა ყარალაშვილმა, ჩემო მეგობარმა ლათინურიდან და მე გავაკეთე სამეცნიერო კომენტარები და დავარედაქტირე ეს წიგნი. ვფიქრობ, რომ საქართველოში გამოცემული ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამეცნიერო წიგნი არის, იმ თვალსაზრისით, რომ აღჭურვილი არის სამეცნიერო შესწავლით, კომენტარებით და აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ აი კითხველმა სრულად შეიგრძნოს, ისიამოვნოს იულიუს კეისრის წერლობით, ავტორობით. თუმცა ამას აქვს დანარჩენი სხვა ტომებიც, რომლებიც ჯერ გამოცემული არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართულ ენაზე სრულ გამოცემას მალე ვიხილავთ იულიუს კეისრის გალიის ომის კომენტარებისა. ხოლო დანარჩენი წიგნები მოვიტოვოთ მომდევნო ეპიზოდებისათვის, რომელშიც ასევე გვექნება წარმოდგენილი ზოგიერთი ესეთი ნაშრომი. ახლა შეგვიძლია დღევანდელი ეპიზოდი დავამთავროთ და იმედი მაქვს მალე გავაგრძელებთ ჩვენ სერიას, რათა დავამთავროთ რომის ისტორია ბოლომდე და რომის დაცემამდე გავაგრძელოთ ეს სერიები. სავარაუდოდ ამისთვის ჩვენ სულ მცირე 3 ან 4 ეპიზოდი კიდევ დაგვჭირდება. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.